Სალამი ყველას. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს გვაქვს ჩემს მანქანაზე ბოლო ვლოგი, ოღონდ ბოლო ვლოგი, იმიტომ რომ მე მგონი აღარ დარჩა საერთოდ არაფერი, არანაირი თემა, რაც შეიძლება რომ მანქანაზე გადავიღო კიდე ამოუწურე იმდენი ვიდეო გვაქვს გადაღებული და ეხლა რაღაცა კადრები მოქვს მოგროვებული სხვადასხვა დროიდან, სხვადასხვა რაღაცეებიდან, ამ წუთას მივდივართ ზეთის შესაცვლელად. და სანამ ზეთის შესაცვლელად მივალ, მანამდე სხვა კადრებს უყურეთ ეს მანამდე კაი თეატრი რაც მოქვს გადაღებული. სანამ კადრები დაიწყება, მანამდე შეგახსენებთ, რომ ძალიან კარგი შენაძენი გავაკეთეთ მე და ჩემო მთავარმა სპონსორმა კომპანია Trust Import-მა და ვისაც არ გინახავთ ეგ ვიდეო, ნახეთ აუცილებლად. ასევე ამ ვიდეოშიც გვექნება სოკარის 50 ლიტრის აწვევი გათამაშებაში, რომლის პირობებიც არის ძალიან მარტივი, უნდა დაწეროთ კომენტარი ამ ვიდეოზე. ნებისმიერ სახის რაც გაგიხარდებათ და ვიდეოს დადებიდან ერთი კვირის თავზე რენდომაიზერით ავარჩევთ ერთ გამარჯვებულს. დამატებითი პირობა არის ის, რომ გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩემი არხი გამოწერილი. ჩვენი სპონსორია ასევე კომპანია Little Tree Georgia. აი ეს. რომელიც ზრუნავს ხოლმე ჩემს სურნელოვან მგზავრობაზე. კარგი, ეხლა ვიდი უყურეთ კადრებს. მე მანამდე მივალ და მე გავაგზავნოთ იქიდან. გაისწორეთები? ჩემი გავისწორეთ. აბა რა უნდა გავაკეთოთ მითხარი? ჩვენ რა გავაკეთოთ? რაც ბავშვებს უნდა ძალიან ბახაბუხა ხმები. შემაქანს ხმარატო არა ხო? ეგ გავაკეთოთ. როგორ შევრცხო მაშინ მე? მოგვიჭრა თავი. აბა. ეგ გავაკეთოთ. მანქანებს დაჭირდება გავაკეთოთ რომ დიდი ხანი გული არ ეთკინოთ, წყლის ტემპერატურებით რაღაცები დავწიოთ. აჰა. რა ჭირდება? ეგ და კიდე მაიმუნო რაღაცებს არ კაი მოვკეცოთ. ფულზე. იდე ნენა გაგვახსენდება რაღაცეები და რომელი საათია, რომელ საათამდე მუშაობს ადამიანი. რამშრომ ნახეთ, რა პატარა ბიჭი და რამშრომელია. ეხლა ჩვენ ვართ მეგობრებო მირიან მეფის 3 ნომერში, ხო? მირიან მეფის 3 ნომერში, BBN ტუნინგში, შოთა ბაბუნაშვილთან. რომელიც გავმეხმაურე და მითხრა რომ რაღაც პრობლემა გაქვს და მაგას მიგიშველი ერთად ჯგუფში დავაპოსტერო, ჩემ მანქანას აქ დიდ გასს რო ვაძლევ. აი კარდანის მხრიდან მოდის ძალიან ცუდი ხრიალის ხმა, რომელმაც დამტანჯა. მაგასთან ერთად უსწორმასწორო გზაზე კაკუნობს რაღაც ძალიან და საერთოდ ეგეც იმის ბრალია რაც იქ დამწერეს. რუსეთის ეკითხეს რაღაცა. ხო და ისე კაკუნობს რომ უეჭველი ეგ კაკუნობს. ეს რაღაცებს არ აკეთებს ზოგადად უბრალოდ რო წაიკითხე რომ პრობლემა მქონდა მითხრა რომ ძალიან მარტივია, ძალიან პატარა რაღაცა ჭირსო მაგას ძალიან მარტივად გამოსწორდება და ხალხმა ისეთი რაღაცეები დაუწერა უკვე მე მცხონოდა მე გოგო მეთქი უკვე იტანჯება მეთქი ალბათ დარბის იქ ევაკუატორიდან ევაკუატორზე მეთქი არა ეგეთ მდგომარეობაში არ იყო პროსტა ის იყო რა ძალიან მაწუხებდა უკვე ძალიან მეწოდებოდა მანქანა და მეთქი რაღაცას უშველი თქო და იქ მე ბონუსად მოდიო ცოტა პოპკორნი მოვხალოთ ეს როგორც ლებიც წეგეთ ჩამოვხოთ კაი ნახოთ ახლა რა გამოგვიგა დავდგები რომ გამოუჩნდა რა ხვდები რა მას დააწეკი და next finish ეს მესოთ არ პოპულარულია მე თავ შეგივარდება არა გივარდება თუ არ ხარ ეგეთი არა გივარდება აი შიში მაქვს უბრალოდ ფობია მაქვს გაპოპულარულობის შინაგან თქო პოპულარული ან თუ დაიბადები ეგრევე ან ვიღაც უნდა იყო არა თქვენ რას ფიქრობთ პოპულარული ხართ მე არა მე ვერ აღვიქო ჩვენ თავს პოპულარულად რომ ცნობენ მიყვარს ხოლმე ზაში ხალხს არ იქნება ხოლმე BMW-დან ძირითადად თუ ყველა მე ძირითადად BMW-დან იქნება ხოლმე რას ეხლა რას უკეთე უკეთეთ პატარაზე რომ ცოტა ფათქაფუთხები ქონდეს მაგას აკეთე ამის ისტორია არის ესეთი და თან ისტორია მოვუკვეთ რატო გადაწყდა მაგის გაკეთება თაისში ვიყავით დრიფტზე და მანქანაში ვზივარ ვიკეთებ მაკიერს იმიტომ რომ ვემზადები უკვე პირდაპირ ეთერი უნდა დაიწყოს შოთა დგას ჩემს ფანჯარასთან და უჭირავს კოლგა იმიტომ რომ არავინ არ დამინახოს და მოდის ბავშვი და ეუბნება უჭირავს თან ტელეფონი ჩართული და აუმარო მიდი რა გას ჩააჭირა და შევხედე და მეთქი ვაზრი არ აქვს ჩააჭირა არანაირი ხმა არ აქვს მეთქი აი ესე შევრცხვი ჩემს პატარა გამომწერთა და მაშინ შოთა მითხრა რომ თბილისში რო ჩავალთო მე ჩაგიწერ პატარა პოპკორნს და ვნახეთ ახლა რას იზამს არა მე ისეთი ხალხი რო შეწუხდეს და თან გულმა რომ გაიხარ შემოხანას კატალოგებიც აქვს თან სოჩომი არის და ამიტომ ქარხოსტია შემოთმოყვათ რა 422 ცოტა წლოვანებით რომელიც მიგონით აქვს შეტიანებს ახალი პროგრამული ვერსია რომელიც აქვს რა იმას ქარხმოთ აქვს ხოლმე რა ეს ვერ და მაგიც მსგავსი იქნება მოკლედ ახლა რო არ მოვატყუო და მარტივად ვიგით რა
ეხლა რას უკეთებ? ახლა უკვე იწერება პროგრამა. გულში ჩადის. უკვე იცოდეს, რომ გაისრულოს და ცოტა გრილად. უინამდე რომ მიიყვანოს? მიდი აბა. Всё, ეგ არის ამის მაქსიმუმი. ელალი აიცო. ამოიღე კატალიზატორი მეტი ექნება. აი მე რა კარგი მომსახურება, ღმერთო ჩემო. ძელი მოიტანე ისა რა. აიროკას გადავატარე. აქეთ მოიცადე. აი აქ, ეხლა ვერთი წამ. აი გავუმართეთ. დაილოცოს შენი თვალი. ეს ნახე იქ ისე ვითი ხო ხედავ აი იქ ნახე? ხო. ხო ხედავ გამოვარდნილი იქ. აი ყურე აი კრისო აი ხო გამოტეხილი რო ყველას წდება ეგრე ეს შედება მე ამას ტრიალისას აი ზუსტად ეგ კაკუნობს უსწორმასწორო გზაზე რო დავდივარ აი მე აქეთაც ჩამოვარდნილი კაცი ორი დასამაგრებელია და ეს მივამაგრებ მაგრამ ერთი ხამუთი გვაქვს ხამუთი ერთი გვაქვს გაგინათებ გზები მაინც გამინათებ იცნობდეთ მეგობრებო. ნამდვილი ხადავიკი. უძვირფასი ადამიანი, უსაყვარლესი. მერთო, ესე იგი. სიარულის დროს კაკუნი, გაზის ჩაჭედოს ხრიალი. მაგაც არ ქონა კარჩა აქ პრობლემა. ყველაფერი იყო სუფთად რომ მოხვდა. კაი ბოშია? იმენ ჭკვიანი კარგი ლამაზი ფითქინა ბოში არის რა. გოგო თუ ბიჭი არის რაც წერით ხომ. გოგოები ზოგი ჩემი ბიჭია, ჩემი გოგო. არა, გოგოა. კაგა ჩოტიკო და მადლობა დიდი, ოქროს ხარ. ესე იგი მოვედით ახლა ბელიაშვილის 11 ნომერში, აქ არის ვალულინისა და ამსოილის ოფისი და ავარჩიოთ, რომელზეც ჩავესხათ და მე შევიყვანოთ მანქანა ბოქსში. რომელზეც უნდა ჩავესხა ახლა მითხარ. ამ შემთხვევაში ანუ გაძრავი არის მითხარი? 2-0. 26. აუ კაი, დიდი მნიშვნელობა როგორც ისეთი არის. უკანა წამყვანია? კი, უკანა წამყვანია. ზეთი გჭირდება. ვალონი სიმბოლო 530 შემიძლია რომ გირჩიო. ესეც სახელწოდებით არის თვითონ პროდუქტი. 530 სილანტი არის BMW L9 დაშვებით, რაც შენ ავტომობილს სჭირდება რა, ესეთი არის რა. მოვეხ თანამშრომელი და დაიწყებს ათის შეცვლას. ეს უნდა გადაიწიოს თურმე აი ეს თუ მეტალის ნაწილაკები არ არის ესე იგი ძრავი კარგადაა და არ ავადმყოფობს მე მგონი კარგად არის გავაკეთე. ეს ხა გავაკეთე. არა და ისე კარგად ემთხოვდა ერთმანეთს რომ არც კი მიფიქრე რომ სხვა შეიძლება უნდოდა. ეს რისთვის აქცი? ეს შეიძლება ხო აქ? არ ვიცოდი ზაშიტნიკი მქონდა თუ არა მქონია.
როგორ მოვაკურე. ზოგადად არის ხოლმე ორი შემთხვევა. ერთი, როდესაც მანქანას აქვს მრავალჯერადი ხუფი კარტერს და არ ეცვლება იმას, უბრალოდ ეს რეზინი უნდა შეიცვალოს ყველა შესვლაზე ზეთის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არის პლასმასანუ ერთჯერადი და ის ფილტრი რო გავხსენით, იქ ტოი ბოქსივით ესე ბონუსად მოყვა ესეთი რაღაც რა, ყოველ შემთხვევაში და მე ახლა გამოვიყენებ ამას. თითქმის დაიწურა, ცოტა დარჩა და მე დავუყენებთ ამას ახალ ხუფს. ხუში უნდა ჩამერტყა ხა და უფრო მაგარი ისინებოდა. всё, დავასრულეთ ყველაფერი. ეხლა დავუქოთ მანქანას, ვნახოთ ხო ყველაფერი რიგზე არის, ფილტრი ხო კარგად ის და ასე შემდეგ და მაგითი დასრულდება. ესეთი იყო ზეთის შეცვლის პროცესი, რომელიც ძალიან მომეწონა და ამიერიდან მანქანას ზეთის შეცვლას მე გავაკეთებ ხო. ეს ფორმა სახლში მიმაგ ძალიან მომეწონა. ყველაფერი კარგად და ნიჭიერი მოსწავლე ვიყავ, ყველაფერი გადასარევად გამომივიდა. ხოლმე თანხმობით. აბა გამოიცენთ BMW-ის პატრონის სათვარი ხა მე. სამთვალზე. მაგრამ როგორც ყოველთვის არაფერი სერიოზული. ჩემი მანქანა ძალიან კარგად იქცევა. მოდი რადგან ჩემი მანქანის ვლოგია, ბარემ ეგეც ვთქვათ. დაახლოებით ამ დღეებში თუ გახდა უკვე, პრინციპში მე მგონი გახდა უკვე, გეტყვით რამდენი ხანი? 9 თვე. 9 თვე რაც ეს მანქანა უკვე ჩემს ხელშია და რითიც დავდივარ რა და ანუ მართლა არაფერი არ დამართნია. სად მაგ ხე დავაკაკუნო რამეზე რომ არაფერი არ ჭირს საერთოდ და არაფრით არ მოწოლებს. გარდა იმ პრობლემისა, აი ბაბუნამ რაც გააკეთა ხამუთით რომ დაამაგრა ეგ ტროსი, ისე მოვარდა. ნუ რატომ მოვარდა მაგის ისტორიასაც გეტყვით. ჩემი ფეილია ეგ და ეხა შევიყვან და მე გეტყვით რატომ მოვარდა ეგ ტროსი წავედი. პროფილაქტიკის მითიკი გამოვიყურები. ეხლა რატომ მოძრა ტროსი, მოკლედ. ტრანსპორტ ბაიკერს კლუბის ბოლო ეტაპი იყო რა, დრაგი რუსთავში ვართ და მე რა თქმა უნდა სტარტის ხაზთან ვარ. არა, მოიცა. სტარტის ხაზთან ვარ წამყვანი მანდადან ვიყავი და ფაქტი მანქანას ცოტა ახლოს გადმოვაყენებთ და ვინც რაც მე მყოფი ყოველს გეცოდინებათ რა დახურული პარკი სადაც არის, მანდვე არის. ხრეში და ოკი ხრეში შევაყენებ გზაზე ხელია შეუშალო ბაიკერს და როგორც კი შევაყენე მანქანა გავჩერდი და თვითონაც გაჩერდა მანქანა რა და მოდის ჯიჯი და მეუბნება რომ ეხ შენ გონიო აქედან გამოხვალო და რატო ვერ გამოვალ მეთქი მე იხტიბარი არ გავიქცე აბა მიდი ხა დაზარი მანქანა და გავმოდი უკანცვლი უკუსვლი და დავძარი მანქანა და გამოვედი კი არა უერთოდ ჯექი და ჩავეფალი მოკლედ ამ ხრეში და მე შეჯიბრის დასასრულს ეხლა მანქანაში ხო ვერ დავაგდებდით ამ უსათრევი იყო და მოკლედ აქედან ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თუ უყურებენ ვიდეოს ავტოდრომის მაშველებს იმიტომ რომ ძალიან იწოლეს რომ ეს მანქანა იქიდან ამოეყვანეთ არ მქონდა საბუქსირე შესაბამისად აი ძალიან დიდი წვალებით შეძრნენ ქვეშ და იქ მოაბეს რაღაცას მაგას შეეწირა ჩემი წითელი ღვედის რულონი რომელიც უნდა შემეცვალა და მანქანისთვის უნდა დამეყენებინა მაგრამ ვინჩია და მაგას მოაბეს რაღაცას გაათრიეს მანქანა და მაგ სავარაუდოდ მაგ დროს მოხდა ყველაფერი რომ იმას ქნა რა ქვია გაწყდა ის ხამუთი რა ჩამოვარდა ეს ტროსი ისევ ხრიალებს და ისევ ედება და აი აღარ შემიძლია ეხლა უნდა გავაკეთოთ ეგ მაგარი ხამუთია ძალიან კაი ეხლა მეორე მხარეს დამიჭირეთ მე ისე ვარ ქირურგი და შენ ასისტენტი კარგავთ ბალემო კაი ეხლა ეს მოვიფიქროთ რაზე მივამაგოთ ლайк მე უნდა გამოსულიყავი ის რა ქვიათ რა ვიქნებოდი ხადავი კი თუ რატომ მევასება ეს რაღაცების კეთება შეალ ხო დაიჭირო ოჩი ოპერაციამ წარმატებით შეაიარა პაციენტი კარგად გრძნობს თავს მაგრამ როგორ არის რაღაც სტატიაში იყო ოპერაცია წარმატებით ჩატარდა მაგრამ პაციენტი გარდაიცვალა
შენ ჯვარი წერია. ჭეშმარიტ. ხადავი ქალს უნდა ქონდეს. ესეთ ჰა? არ მინდა მე თვითონ. კენი ეს მოხსნი ეს უნდა გამოვაძრო დავატრიალო რა თქვი შენ თუ ამას მოხსნი რას კისრულობო დედა რას გქო ბრტყელ თუ ჩამომეცი მაგას წავავლებ მაგითი წავავლე აგე ეს აქ დავდოთ ჯანსაღი ორიანი რა ამის დაპროექტებისთვის რა არის ახლა ვერ გავიგე ხელებს გავით მოდი ხა ეს ვითომ მე მოვხსენ მიცადე ჰა როგორც ასე მგონია მასლა ოპერაციას ვატარებ ხა ეს კაი სხვა ნატურა არის იცი რას ვიზავ ახლა ამ ნატურას მე მოვხსნი და ნიმუშად წავიღებ ვაი მე ჩამივარ მაცალე აი აკას აუ ხა თავი ნამდვილი ხელოსანი მგონია შე ყოველს ყველაფერი მოსდის რა აუი როგორ კარგად აღჭურვილი საოპერაციო ყველაფერი მოიპოვებათ რეზიდენტი ვარ რა ახალ დაწყებული იმავს One eternity later მოდის დაიბადა გაჩნდა აი მე რაც ისა მომწმინდეთი რუბზაბული ხსანა პაციენტი ნარკოსია სხვა რაღაცები შეუმოწმოთ მოკლედ ოპერაცია მსახიობი ჩაიარა ეხა ეს იმას ვიზავთ გამოკვლევებზე წავიღებთ ამ ნიმუშს რომელსაც ძლივს ამიღებთ დავთესო ხო ჯვარი აკოვებს და ახალს ჩაუყენებთ ჩემს მანქანას იქამდე ცალი ფარით აქამდე ცალი ფარით დავდიოდი ეხა და ეხა ორი ფარი მექნება ოღონდ აქ ერთი ნატურა არ ენთება რა მე მგონი ვსიო ხო დროებით კომენტარის დაწერა არ დაგავიწყდეთ და 50 ლიტრის აწოვის მოგება